როგორ ფიქრობ, რომელი უფრო cinematic კამერაა? შენი აზრით, რა თქმა უნდა. ეს თუ ეს? და შენი არჩევანი რომ იყოს, რომელს აირჩევდი? ორივე ამ კამერას აქვს ერთი ესეთი საერთო. ორივე შეუძლია გააკეთოს საქმე იდეალურად. და მეცაც გეტყვი. ორივე ეს კამერა ერთი კამერა. უბრალოდ ეს კამერა აწყობილია იმისთვის, რომ გავდერო ვიდეოგრაფი ვარ, ანუ უკვე შეხედულება მაქვს იმის, რომ ვიცი რასაც ვაკეთებ. და ამით რომ დაგადგები, არა და რეალურად ორივე ერთი კამერა. მოკლედ, როგორ მივიღოთ აქედან? აი ეს. აი ამას განახებ ამ ვიდეოში. მანამდე დაალაიქე, გამოიწერე არხი და დავიწყეთ. შენ მორალის კითხვას არ დაგიწყებ იმაზე, რატომ უნდა აქციო შენ ეს კამერა, აი ამად. მე უბრალოდ განახებ, მე რატო ვაქციე ეს და რაები გამოვიყენე იმისთვის, რომ ეს კამერა, აი ეს, დამსგავსებოდა ამას. ამას აქვს თავისი პლუსები, ამასაც აქვს თავისი პლუსები. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკრეტულ კამერას ხმარობ უფრო ტრაიპოდზე და გიმბლზე და აი ამ კონკრეტულს ხმარობ ხელით გადაღების დროს, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაცია გააჩნია ამ კამერას, ფიქრობ მაინც უკეთესია ხოლმე, რომ ცოტა სიმძიმეც კონდეს, რათა ეს ნატურალური ხელის კანკალი შეიქს რომ ეძახიან, მაქსიმალურად იყოს მინიმალიზირებული, რა მაგარი სიტყვა ხუაზე ხარ. ხო და აი ამიტომ აქვს ეს აწყობილი აი ასეთ დონეზე, მოკლედ დავშალოთ და ეტაპობრივად რას დავუყენებ და როგორ მივიყვან აი ამ კამერას, აი ამ დონემდე, ამას ერთად ვნახავთ. ნუ პირველ რიგში ამისთვის გვჭირდება ჩვენ кейჯი, აი ესეთი кейჯი მაქვს, მე პირადად არის ასევე small rig-ისგან მსგავსი кейჯები, ეს კონკრეტული გახლავთ ტილტასგან. ხო, რაც შეეხება აი ამ სახელურს, შევიძინეთ small rig-ისგან. აი ესე გამოიყურება ეს, რათა აი ესე ხელი გავუყარო და ანუ გაყრაზე სხვა რამე ნუ გახსენდება. ხელი რო გავუყარო სახელურში. აი ესეთი პატარა ზედა quick release plate-ივით მოყვება FX3-ისთვის სპეციალურად ამ кейჯს, არაფერი ცალკე არაა შესაძენი, ამ кейჯში არის ესეთი რამ, რასაც დავაყენებთ ჩვენ ზევით, კამერის ზევით. სადაც სახელური უკეთდება, როგორც წესი, და გამოიყურება აი ასე. აი როგორც ხედავთ. ახლა ამაზე ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ როგორც სახელური დავაყენოთ, ნებისმიერი სახელური ჰენდელი, ასევე შეგვიძლია მონიტორიც დავაყენოთ, აი ესეთი მსგავსი რაღაცეებით. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვინდა კიდევ აი ესეთი პატარა quick release-ერი სპეციალურად ჩვენი სახელურისთვის, რომელიც გახლავთ ნიცისგან. აი ესეთი ლამაზი კოხტა, ნუ ეს სახელურები ასევე შეგიძლია შეიძინო შენი გემოვნებით small rig-ისგან, ასევე ტილტასაც აქვს სახელურები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს გვაქვს ჩვენ ნიცისგან, რაც ფიქრობ ძალიან კომფორტულია, ცოტა მსხვილია, მე მომწონს მაგალითად ამის სტილისტიკა უფრო, მაქვს რამოდენიმე სხვა ვერსია, მაგრამ ეს სტილისტიკა უფრო მომწონს. აი ასე მეგობრებო. მედია ხედავ, ესე გამოიყურება. ახლა ჩვენ გვჭირდება ბეისი, რაზეც დადგება ეს კამერა. ნუ, ჩემ შემთხვევაში აღარ დავშალე ეს ბეისი. მეგობრებო, აი ეს ბეისი, რასაც აი ახლა აქ ხედავთ, აი რასაც აი აქ ხედავთ. გახლავთ small rig-ისგან, აი ეს გადამყვანებით თუბები, არ ვიცი, ტრუბები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, გახლავთ small rig-ისგან. და ჩვენი ბატარეის V-mount plate-ი გახლავთ ასევე ნიცისგან. აი, მედია ხედავ. აი ეს გახლავთ ნიცისგან. რატომ ავარჩიე ეს? Small rig-საც აქვს იგივე, მაგრამ რატომღაც ეს უფრო მომეწონა, ეს უფრო კომფორტული იყო ჩემთვის, ასევე აქ გვაქვს ჩვენ დითების ნუ ბატარეაში რაც მიდის დითების პლაგინი და მეორე მხარესაც გვაქვს დითები. ესეც ესე მეგობრებო დავაყენეთ და უკვე დაყენებულ მდგომარეობაში აი ასე გამოიყურება ჩვენი კამერა. რა თქმა უნდა, სანამ ამას დააყენე, მონიტორი გამოუწია, რადგან თუ შიგნით მოყვა მონიტორი, მე ამის გამოწევის შანსი 0-ია, 0, რომ ეს მონიტორი გამოწიო, ასე რომ მონიტორი გარეთ გამოწია და შემდეგ დაუყენე ეს V-mount plate-ი. უკვე სიმძიმე ეტყობა კამერას, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ჯერ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ხო, სანამ კომენტარებში დამიწერე, ნუ რას ხმარობო, ეს გახლავთ მეგობრებო small rig-ისგან. არის multi-tool-ის თემა არის, მოკლედ მოყვება ყველანაირი ხრახნილის მოსაძრობი თემა. შემდეგი ეტაპი გახლავთ მეგობრებო V-mount ბატარეა.
რომელიც გახლავთ small rig-ისგან, ეს არის უახლესი ბატარეა, რომელიც გამოუშვა 99 ვატიანი. სიმართლე რო გითხრათ, ახლა ვაიმე დედა და გინდა თუ არა წადით და pro ვერსია იყიდეთ მეთქი, ჩემ შემთხვევაში რაც გვაქვს. ნამდვილად ვერ გეტყვით, ნუ მაგრამ შენზეა დამოკიდებული. ჩვენ შემთხვევაში ეს გახლავთ pro ვერსია, როგორც აღნიშნე, ბოლო ვერსია, რომელიც გამოუშვა. ჩვენ თავზე გვაქვს ორი Type-C, აი ეს როგორც გითხარით, არ ვიცი ამ შესაერთებლებს რა ქვია და ერთი ჩვეულებრივი USB, ეს მხოლოდ კამერისთვის არ არის, შეგიძლია ამით მობილური დატენო, ლაპტოპი დატენო, მოკლედ რაც გინდა, ჩვეულებრივი power bank-ია 99 ვატიანი. აი ეს power bank-ი პენდება აი აქ, კბილებში ვსვავთ. ეგ არის. აი ესე გამოიყურება უკვე ბატარეა, როგორც კი დავამატეთ. შემდეგი მეგობრებო გახლავთ აი ეს handling-ი, რომელიც როგორც აღნიშნე არის NITS-ისგან, NITS, ასე ქვია. როგორც ასევე აღნიშნე, მე ძალიან მომწონს ეს კონკრეტული ჩვეულებრივად შედის, მაგრდება, რომელიც გახლავთ ჩამკეტზე, არაფერი მოჭერა დაჭერა აღარ გჭირდება, ჩვეულებრივად ლაკ გაუკეთა და всё, დალაკულია ჩვენი კამერა. აი ესე გამოიყურება უკვე ეს ჩვენი კამერა. ახლა იწყება თავარი. სანამ ჩვენ ლინზაზე და მონიტორებს დავაყენებდეთ, ასევე გვჭირდება ჩვენ tripod-ის plate-ი ან quick releaser plate-ი. თქვენ როგორც გესიამოვნოთ, ჩემ შემთხვევაში ვიყენებ tripod-ის plate. რადგან ყველა tripod-ზე მაქვს ესეთი plate-ები, ანუ ჩემი tripod-ები ყველა თითქმის ერთ და იგივეა, ასე რომ ყველაზე მიდის აი ეს plate-ი. და base-ი, რომელიც დავაყენეთ ჩვენ მეგობრებო ამ კამერაზე, აი კიდევ ერთი მიზეზი რატომაც დავაყენეთ, არის ეს, რომ უფრო მარტივად გადაუჭიროთ ხოლმე აი ესეთი plate-ები და ახლა ჩვენი plate-ი გამოიყურება აი ასე, რაც ძალიან მარტივად შეგვიძლია შევაცუროთ tripod-ში და უკვე tripod-ზეა, ასევე შეგვიძლია სწრაფად გამოვაცუროთ და უკვე გადავიდეთ ხელით გადაღებას. ჩვენ დავჭირდება აი ესეთი მონიტორის დამჭერი, დამკავებელი, როგორც გინდათ. ჩვენ შემთხვევაში ეს გახლავთ small rig-ისგან, რომელსაც უყენებთ წინ. მოდით გადავიდეთ მონიტორზე. მონიტორი მეგობრებო გახლავთ Atomos Shinobi 2, ეს გახლავთ ბოლო მონიტორი, რომელიც გამოუშვა Atomos-მა. ერთი სიტყვით რაც შეიძლება ითქვას, რომ მე მაგალითად კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს მონიტორი არის თხელი, გამოსახულება ძალიან კარგი. და რავი, კარგის მეტი ჯერჯერობით არაფერი არ მეთქმის, ცოტა ბატარეას გაცილებით მეც მოიხმარს ვიდრე ძველი ვერსია, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესი ფუნქციები გვაქვს და უკეთესი გამოსახულება განათებით. ასე რომ ნამდვილად გავუწევ რეკომენდაციას, თუ ვინმე ხართ დაინტერესებული, არინანებთ ამ უკანასკნელის შეძენით. მოდით დავაყენოთ აი აქ, წინ. კაბელი, რომელსაც ვიყენებთ, ეს გახლავთ თვითონ Atomos კაბელი. არ ვიცი, რამდენად გჭირდება მსგავსი კაბელი. ძალიან ძვირიანი კაბელია. ის რომ ხარისხიანი ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ძალიან ძვირია და სიმართლე გითხრათ, არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს, ასე რომ ჩვეულებრივი HDMI to HDMI. ერთი HDMI შედის კამერაში, მეორე HDMI შედის უკვე ჩვენს მონიტორში. ეს გახლავთ მეგობრებო DTEP ბატარეა, ანუ რომლიდანაც მივაწვდით ენერგიას ჩვენს მონიტორს, ეს გახლავთ კონკრეტული Condor Blue, რომელიც გახლავთ DTEP-ზე. ნუ ბატარეა უერთდება Shimano-ს, ეს გახლავთ სარიელი ბატარეა, პირდაპირ დენის მიწოდებით არის, ასე რომ არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. ჩვეულებრივი ბატარეა მეგობრებო, ძალიან მარტივად და კომფორტულად. აი ასე. ჩვენ უკვე გვაქვს პირდაპირ დენი ჩვენი მონიტორისთვის, ასე რომ ცალკე დამატებითი ბატარეის დაყენება ამაზე უკვე აღარაა საჭირო. ყველაფერს აკეთებს აი ეს. ხო, გადავედით ლინზაზე მეგობრებო. მე უმეტეს შემთხვევაში ვიყენებ Sigma-ს 24-70-ზე, რაც ძალიან მძიმე ლინზაა, მაგრამ ყველაფერი ერთ ლინზაში მედია ხედავ. უკვე ძალიან ლამაზად გამოიყურება, უფრო პროფესიონალურად გამოიყურება სიმართლე რო გითხრათ. იმას, რასაც ახლა ჩვენ კამერას დავუყენებთ, ჩემ შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალისტვის უყენებ, მაგრამ აქვს მას თავისი დანიშნულება. ეს გახლავთ Matbox-ი, ასე ქვია მეგობრებო ამას. ეს კონკრეტული გახლავთ small rig-ისგან
თავის საქმეს აკეთებს. ძალიან პატარა და კომფორტულია, ასე რომ რავი, ეყენოს რატომაც არა. всё, ეგა, მივიღეთ აი ესეთი მაგარ ვიძე თუ არა რეალურად საქმეს ერთს აკეთებს. ძალიან კარგ ვიძე მდგომი FX3. ხელით გადასაღებად არის, რავი, ჩემთვის პირადად შვენიერი, რომც გიკანკალებდეს ოდნავ მაინც ხელი, იმდენი სიმძიმე გაქვს, რომ ვერ შეამჩნევ. ახლა ნუ თლად ასე თუ არ გიკანკალებს, სხვა შემთხვევაში არის ძალიან კომფორტული და რავი, ვერ ველევი ხოლმე, რატო დამაქვს აი ამ სიმძიმე. დღემდე არ ვიცი, მაგრამ დამაქვს ყველა ქორწილებში. იმედია მოგეწონა ეს ვიდეო, იმედია შეაფასებ დადებითად, მეტი არა, ჩემი მტერი ახლა ამას ნახვა კონდეს, მაგრამ შენ იყავი კარგად, შენ ხომ ნახე, ხომ გაინტერესებდა. თუ რამე კითხვები გექნება, დამიწერე კომენტარში, აუცილებლად ვეცდები გიპასუხო. აბა ჰე და აბა ჰო. Peace amigos.